დავეტყვი. დიდი ოკეი. მადლობა, მაკა, შენი დროისთვის, რომ მონაწილეობას იღებ აი ამ ჩვენ ინტერვიუების სერიაში და ცხადია, შენს გამოცდილებაზე დაფუძნებით, შენ დიდარი გამოცდილების გათვალისწინებით. მაქვს აი ესეთი კითხვა. როგორ ხდება თავისუფალი მედიის ტრანსფორმაცია და როგორ მიდის თავისუფალი მედია შეზღუდვების გზით პროპაგანდამდე? როგორი არის ის გამოცდილება, რაც შეგიძლია შენ გაგვიზიარო ჩვენ? კი ბატონო, მადლობა. მოგესალმებით. ხო, საინტერესო კომპლექსური თემაა. მე არ ვიცი რამდენად იცის ამ პლატფორმის მომხმარებელმა, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ 24 წლის განმავლობაში მუშაობდი როიტერის სააგენტოში 2020 წლამდე, შემდეგ როიტერის კავკასიის ბიურო დაიხურა და 2 წლის წინ დაახლოებით მე დავიწყე მუშაობა ქართულ მედია შეიძლება ითქვას სტარტაპში, მაგრამ დამოუკიდებელ მედია საშუალებაში, რომელსაც ქვია პროექტი 64. ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ მივდივართ, რატო ეძახი სტარტაპს, რადგან ქართული მედია ბაზრისთვის ეს არის შედარებით ახალი მიმართულება, განმარტებითი ჟურნალისტიკის განვითარების კუთხით. ანუ ჩვენ არა ახალ ამბებს ვაკეთებთ, არამედ პასუხობთ შეკითხვას როგორ და რატომ. ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში. ამ პროექტის ფარგლებში მე პირადად მაქვს ესეთი საავტორო პოდკასტი, რომელსაც ქვია პირადი საქმე. რატომ მოვყევი ეს? უბრალოდ რომ იყოს გასაგები, რომ გარკვეული გამოცდილება საქართველოში ჟურნალისტად მუშაობის მე მქონდა პრაქტიკულად ყველა მთავრობის პირობებში, რაც კი იყო საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. იყო ბუნებრივია, ეს არ არის არავისთვის ესე იგი სიახლე, ყველა მთავრობის პერიოდში, პირობებში იყო გარკვეული ზეწოლა დამოუკიდებელ, თავისუფალ, კრიტიკულ ჟურნალისტებზე. სამწუხაროდ, ძირითადად ქართულ მედია ბაზარზე ჩამოყალიბდა ისეთი სიტუაცია, სადაც საკმაოდ პოლარიზებულია, ესე ვთქვათ, ეს მედია სივრცე, არიან მედია საშუალებები, რომლებიც აშკარად უჭერენ მხარს მთავრობას და ისინი, ვინც უჭერენ მხარს ოპოზიციას, მაგრამ რო ვისაუბროთ ბოლო 12 წლის განმავლობაში, რა ვთქვან, უკვე 12 წელია გვაქვს ერთი ხელისუფლება, ეს უფრო გამძაფრდა და ძალიან ხშირად ისინი განსაკუთრებით და მათ მე ვთვლი, რომ უფრო მეტი მოეთხოვებათ, ალბათ, ვინც წარმოადგენს პროსახელისუფლებო მედია საშუალებას, ისინი უკვე არა მედია საშუალებები გახდნენ, არამედ გახდნენ პროპაგანდის საშუალება, პროპაგანდისტები. აბსოლუტურ უნისონში არიან იმ რიტორიკასთან, იმ პროპაგანდასთან, რომელსაც ეწევა ხელისუფლება. გარდა ამისა, ეს სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა და გართულდა იმის მერე, რაც ხელისუფლებამ ისევე როგორც მეზობელ ქვეყანაში, რუსეთში წავიდა ამ გზით, რაღაცა მოიხსნა ეს პროდასალური ნიღაბი, ნამდვილად ესე მგონია და სულ ესე მეგონა, რომ ეს მხოლოდ ნიღაბი იყო. უბრალოდ ტექნიკურად ასრულებდნენ რაღაცეებს, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო და დაიწყეს საუბარი ჩვენ ვხედავთ ანტიდასავლურ, ანტიევროპულ, ანტიევროკავშირულ რიტორიკას და ეს მედია საშუალებებიც, ძირითადად ტელეკომპანიები და არა მარტო უნისონში არიან მათთან და კიდევ უფრო გამძაფრდა იმის მერე, რაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა მიიღოს კანონი, მქონდა ერთი შემცდელობა 1 წლის წინ, 1.5 წინ, მე ეს ჩავარდა, მე აბსოლუტურად არ მცხვენი ამ სიტყვებს უკიფრად რაღაცა ფენიქსივით გააცოცხლა ეს კანონი უცხო გავლენის გამჭირვალობის შესახებ, სიტყვა აგენტი ამოიღო, რომელმაც ამ კანონმა და ვიცით, რომ მიუხედავად პროტესტებისა კანონი მიიღო პარლამენტმა, პირველ რიგში ურტყავს არასამთავრობო სექტორს და იმ მედია საშუალებებს, რომელიც იყო დარჩენილი და ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში, როგორც დამოუკიდებელი
კრიტიკული, თავისუფალი ჟურნალისტიკის კუნძული. როგორც ის მედია საშუალებები, რომლებიც არ ასახავენ არავის ინტერესს. ეს არ არის არც ხელისუფლების ინტერესი, არც ოპოზიციის, პოლიტიკური პარტიის ინტერესი, ან ვიღაცა ბიზნესმენის ინტერესი, იმიტომ როგორ არის საქართველოში აი ეს ორი პოლუსი ხო ვთქვი, მაგრამ ნუ კიდე არიან, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ბიზნესმენები, რომლებსაც აქვთ თავისი ან პოლიტიკური ინტერესები, ან იმის გამო, რომ დაიცვან თავისი ბიზნესი, ეს არის როგორც არ ვიცი, გარიგება მედია საშუალების არსებობა და ეს მედია საშუალებები ძირითადად ჩვენ აქ საუბრობთ ონლაინზე და პროექტი 64 ეკუთვნის აი ამ ზუსტად აი ამ კატეგორიას. აი ამ კანონმა დაგვარტყა ჩვენ, იმიტომ რომ რითი ვარსებობთ ჩვენ აი ეს მედია. ვარსებობთ აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ევროპიდან მოსული ფონდებით, იმიტომ რომ არსებობს ფინანსებით, სხვადასხვა ფონდი, აბსოლუტურად ყველაფერი არის გამჭვირვალე, ყველაფერი წერია, არაფერი დასამალი ჩვენ არ გვაქვს. არასოდეს აი ამ 2 წლის მოდი აი ჩვენ პროექტ 64-ზე ვიტყვი რომ არც ერთხელ ჩვენ გვაფინანსებს EED, European Endowment for Democracy Fund, ევროკავშირის მიერ დაარსებული ფონდი, რომელიც აფინანსებს სხვადასხვა მიმართულებებს და საქართველოს მსგავს ქვეყნებში მედიის თავისუფალ კრიტიკული დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. არასოდეს არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, მე ვარ ამ პროექტის მთავარი რედაქტორი, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის. არც ერთხელ არადა ჩვენ გაგვიკეთებია რაღაცა სიუჟეტი არ, ნუ ვიდეოები, პოდკასტები, სადაც არის ევროპის კრიტიკაც არის, ჩვენ ქონდა მაგალითად პირად საქმეში ულტრამემარჯვენეების გაძლიერებაზე ევროპაში, ჩვენ არა მარტო რუსეთზე, ან რაღაც დიქტატორულ რეჟიმებზე ვაკეთებთ, ან რაღაცა ახსნით. არც ერთხელ არავის არ რატო აკეთებთ იმას, რატო ნამდვილად, გულწრფელად ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ვთვლით საჭირო, ეს ემსახურება იდეას, რომელიც არის ფუძეში იმისა, თუ რას უნდა აკეთებდნენ ჟურნალისტები. კი, არა ვართ ახალი ამბების პლატფორმა, განმარტებითი, მაგრამ ის რომ შენ დამოუკიდებლად აკეთებ რაღაცას, ხო? ეს ამაში ხელისუფლებამ დაინახა გარკვეული საშიშროება და ჩვენთან ერთად, მედია საშუალებებთან ერთად იქ არის უამრავი ასობით არა სამთავრობო, არა კომერციული ორგანიზაცია, სხვადასხვა სფეროებში იურისპრუდენციით დაწყებული და მედიცინით დამთავრებული და დაგვარტყა ამ კანონმა დაგვარტყა ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ ვიღაცამ დაგვიძახოს უცხო გავლენის რაღაცა აგენტი ან რაღაც ვიღაცის ინტერესების გამტარებელი, რატო უნდა დავირქვო მე სახელი, რომელიც მე არ მეკუთვნის, მე არა ვარ, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. ეს არის ძალიან დიდი ზეწოლის ბერკეტი, ესე ვთქვათ. და სამწუხაროდ, აი ბოლო წლებში მთავრობა აბსოლუტურად მიყვება იმ პატერნს, რომელიც არის ჩვენ ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში, სადაც მსგავსი კანონი მიიღეს 2012 წელს, ის პირველი კანონი ბევრად უფრო ლოიალური იყო, ვიდრე ის, რაც ჩვენთან მიიღეს წელს. მართალია იმან განიცადა ტრანსფორმაცია 12 წელიწადში და დღეს არის აბსოლუტურად დრაკონული საკანონმდებლო აქტი, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ აი copy-paste-ივით, ესე იგი, შემდეგ ჰომოფობიური კანონი, ხო, ჩვენ მაგალითად ერთ-ერთი მიმართულება არის რაღაცა LGBTQ თემზე ვაკეთებთ ვიდეოებს და განმარტებებს და ესეც შეიძლება ჩაითვალოს როგორც LGBTQ პროპაგანდა და ამ კუთხითაც ჩვენ შეიძლება დაგვასანქცირონ, ხო, აი ამ კანონის არსებობის პირობებში და ხო, ნუ აი ამ რეალობაში გავიღვიძეთ, არა და ვართ, დიდი ხანია უკვე და მე პირადად, იცი, გიორგი, მე აი, ნუ 30 წელზე მეტია ვარ ჟურნალისტი ამ ქვეყანაში. ყოფილა
ვერ დავარქვე ამას ზეწოლას, შეიძლება იმიტომ რომ როიტერში მუშაობდი, მაგრამ ნუ ყოფილა პირად საუბრებში, ესე რატო დაწერეთ, ისე რატო დაწერეთ, რაღაცა ვითომ და შეკითხვის სახით, ან რეკომენდაციის სახით. არასოდეს არ მოწონს არც ერთ ხელისუფლებას კრიტიკული მედია. არა და მედია არსებობს იმისთვის, რომ განსაკუთრებით ახალ ამბებში, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება იმის გამო, თუ ეს ხელისუფლება ამას იმსახურებს, ხო? მაგა განვაგრძობთ საუბარს და ცხადია ეს ზუსტად შენ გამოცდილებაზე დაყრდნობით, აი 30 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით მინდა კითხო, როგორ მიმდინარეობდა ეს ტრანსფორმაცია? რეალურად 30 წლის წინ მედია კიდე განსხვავებული იყო, 20 წლის წინაც განსხვავებული. რაღაცას ეტყობოდა, შესაძლოა რაღაცას ისე არ ეტყობოდა, მაგალითად ჩეჩნეთის პირველი ომის დროს თვითონ რუსული მედიაც აბსოლუტურად განსხვავებული იყო. მეორე ჩეჩნეთის ომის დროს სულ სხვა რაღაცა მივიღეთ და ახლა კიდევ სულ სხვა. რომ ვიღაცები ჩვენი თანამოქალაქეები ადევნებენ იმ არხებს თვალყურს და დღემდე მაგალითად ზოგიერთისთვის ის არის ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო. აი აქ რა შეგიძლია გითხრა აი ამ ტრანსფორმაციის შესახებ? საქმე ის არის რუსეთის მაგალითზე, ხო? აი პირველი ჩეჩნეთის პირველი ომი, მეორე ომი, ხო? ეს უნდა კონტექსტში დავინახოთ, რა ხდებოდა პოლიტიკურ ისტებლიშმენტში რუსეთში, ხო? პირველი ომი ეს არის ელცინის პერიოდი, მეორე ომი უკვე დასრულდა, როდესაც უკვე პუტინი იყო პრემიერ-მინისტრი და შემდეგ პრეზიდენტი, ანუ ეს პერიოდია, ამას ემთხვევა უკვე 99-ში მოვლენები, რომელიც ეხებოდა NTV-ს, ესეთ, ну, მეტნაკლებად ესე თქვა კრიტიკულ და თავისუფალ მედიას საშუალებას, ახლა მეტნაკლებად ვამბობ, იმიტომ რომ მაინც მის უკან იდგა ფლობელი, მედია მოსტის ფლობელი ამ კონცერნის გუსინსკი, ერთ-ერთი ოლიგარქი, და ესეთი რთული ისტორია, ესე იგი ამასთან, მაგრამ ძალიან ესეთი თვალსაჩინო მაგალითია, როგორ მოსპეს NTV, როგორც თავისუფალი კრიტიკული მედია და უკვე მეორე ომის გაშუქება აბსოლუტურად განსხვავდებოდა პირველი ომის გაშუქებისგან და სხვა მედია საშუალებებიც აბსოლუტურად სხვანაირად აშუქებდნენ. ანუ ეს პროპაგანდისტული მანქანა სულ უფრო მძლავრდებოდა და ნუ არ ვიცი, დღეს მიაღწია აბსოლუტურ აპოთეოზს, როდესაც არ არსებობს რუსეთში კრიტიკული, თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია საშუალება, ვინც კი იყო ესეთი, ყველა გახდა იძულებული, რომ წასულიყო საზღვარგარეთ, იქედან მუშაობენ, ტელეგრამ არხები, ისა, ესა, რა ვიცი, ყველა გახდა უცხო აგენტი და საქართველოში, აი მე 30 წელი მუშაობდი, იყო სიტუაციები, როდესაც ამა თუ იმ მთავრობის წარმომადგენლებისგან, ახლა როიტერში არა ზეწოლა, არა რაღაცა ისეთი ხისტი, არა, აი პირად საუბარში შეიძლება ესე რატო დაწერეთ, ისე დაწერეთ, არც ერთ მთავრობას არ მოწონს კრიტიკული შეფასებები და სტატიები. მაგრამ ზეწოლა არ ყოფილა. თუმცა ქართულ მედია ბაზარზე ნამდვილად ეს იგრძნობოდა, მაგრამ როგორც შენ თქვი, ეს არ იყო იმდენად აშკარა, რომ აი რაღაცა მედია საშუალება, აი ესეთი 100%-იანი პროპაგანდისტი გამხდარიყო, ხო? როგორ ის, რასაც ჩვენ ის რუსეთში კი არა, საქართველოში ვხედავთ უკვე, საქართველოში აი ეს რიტორიკა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ეს არანაირ კავშირში არ არის ჟურნალისტიკასთან, ეს არის პროპაგანდისტული მანქანის ნაწილი, ხო? აი იგივეს იმეორებენ, რასაც ამბობენ, არ ვიცი, მმართველი პარტიის წარმომადგენლები. და დღეს მე პირადად აღმოჩნდი სიტუაციაში, როდესაც მე არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებ გაგრძელებას მუშაობის ჟურნალისტად, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, ახლა მილიონ სხვადასხვა რთულ სიტუაციაში ყოფილვარ, მაგრამ ის რომ მე საქართველოში შეიძლება ჟურნალისტად ვეღარ ვიმუშაო, იმიტომ რომ პროპაგანდისტულ არხზე ხარ, ან მედია საშუალებებში რო არ ვიმუშავებ, ახლა გასაგებია, მაგას ჯობია, არ ვიცი, რაღაცა სხვა გავაკეთო, არ ვიცი არაფერი, მაგრამ ნუ რა ვიცი, რაღაცა. მაგრამ იმ საშუალებებში, სადაც მე ვარ, ხო, არსებობს ამის საკმაოდ რეალისტური შანსი, რომ ვეღარ შევძლო და ეს არ არის ესეთი ტრანსფორმაცია და რაღაცა აბსოლუტური უკუსვლა და დემოკრატიისგან და აი ამ პროცესებისგან ძალიან შორს წასვლა,
რა გზითაც, ну, რა ვიცი, მithom და მიდიოდა საქართველოს. მაგრამ ერთიც კითხავ, აი მაგალითად რუსეთისგან განსხვავებით არის თუ არა ან რუსეთის მსგავსად კიდე სხვა ქვეყნები, სადაც აი მედია ასეთ პროპაგანდისტულად გარდაიქმნა აღმოსავლეთ ევროპა. უნგრეთში მოხდა. უნგრეთთან ჩვენ ძალიან ბევრი პარალელის გავლება შეგვიძლია უნგრეთთან. მე აი ამას ვამზადებდი ეპიზოდს ვიქტორ ორბანზე და გაოცებული ვიყავი აი ამ copy paste-ით და რაღაცებს გადატანით 2022-ში როცა იყო საპარლამენტო არჩევნები და ორბანმა უკვე მეოთხედ გაიმარჯვა 2010 წლიდან არის ხელისუფლებაში მისი პარტია და თვითონ პრემიერ-მინისტრია. ორი თვით ადრე დაიწყო ომი უკრაინაში და ამ ორ თვეში წინა საარჩევნო კამპანიის დროს მთავარი მესიჯი და სლოგანი იყო არა ომს. ოღონდ დაზუსტების გარეშე ვინ აწარმოებს ამ ომს, რადგან არიან მოკავშირეები. ჰომოფობიური კანონის მიღება, უცხო აგენტების შესახებ კანონის მიღება. უბრალოდ უნგრეთს ის უპირატესობა აქვს, რომ არის ევროკავშირის წევრი. და როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას მას შეეხო რადგან ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება იმ ფასეულობებს, რომელსაც იზიარებს ევროკავშირი, იქ ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა ეს კანონი და გააჩერა დაფინანსება, არსებობს სხვა ბერკეტები, დაფინანსება გაჩერდა და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ხა ჩვენ საუბრობთ მსგავს ქვეყნებზე, ხო? ხა ჩვენ ხო არ საუბრობთ ჩრდილოეთ კორეაზე, იქ არც იყო ტრანსფორმაცია, იქ როგორც იყო, ისე გაგრძელდა. დიქტატურა, ხო? ხა ჩვენ რაღაც უფრო დაახლოებულ ქვეყნებზე დაახლოებული მსგავსებული ისტორიით. კი, ნამდვილად ესეა. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ძალიან აშკარაა ეს უკუსლა და ესეთი ნეგატიური ტრანსფორმაცია, რაც ხდება ზოგადად საქართველოში საგარეო კურსის მიმართულებით და თავისუფალი პრესის განვითარების მიმართულებით. და ბოლოს კითხავ ასეთ კითხვას, რა დრო იქნება შენი აზრით საჭირო იმისთვის, რომ აი ამ მარწუხებისგან გათავისუფლდეს მედია საშუალებები კი არა, ალბათ უკვე ის ადამიანები, რომლებიც აი ამ საშუალებებში, ამ კომპანიებში მუშაობენ. ეს არის ან რა იქნება, ან ხო გამოსავალი რა იქნება, ხო? შეკითხვა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული იმ პოლიტიკურ მოვლენებთან და რაღაცა მიმართულებებთან, რაც იქნება და ჩვენ დღეს სამყაროში ვხედავთ ულტრამემარჯვენეების გაძლიერებას და ეს ისეთი გლობალური პროცესია, ხო? რა დრო დაჭირდება, რა ვიცი, მე სულ ვამბობ, რომ ჩვენი ტიპის ქვეყნებში, როდესაც დასრულდება საბჭოთა მენტალიტეტი, არ ვიცი, ან ჩვენ მოკვდებით ყველანი ეს თავიბათეთთან, კიდე უბრალოდ დროს მივენდოთ, რომ მოდის თაობა, რომლისთვისაც რაღაცეები არის უბრალოდ გაუგებარი და გააკეთებს უფრო სწორ პოლიტიკურ არჩევანს და მისთვის ეს მედიაც ტექნოლოგიურად იცვლება, ხო? ძალიან დიდი განსხვავებაა მედია 20 წლის წინ და მედია დღეს. ტექნოლოგიურად სოციალების განვითარება და ასე შემდეგ. მე მგონია, რომ ბევრი დრო დაჭირდება. მე იმედი მაქვს, რომ მოვლენ ადამიანები, უფრო პროფესიონალები, უფრო მომზადებულები და ისინი, ვინც ნამდვილად მოემსახურება ჟურნალისტიკას ისეც, როგორც უნდა იყოს იგი. და მთავარი, რაც ექნებათ ჟურნალისტებს, ექნებათ პროფესიონალიზმის, ერუდიციის, განათლების, ენების ცოდნის გარდა, ექნებათ კრიტიკული აზროვნება. და ვერ დაუშვებენ აი რაღაცეებს, უბრალოდ იქნება შეუძლებელი ამის გაკეთება. მაგრამ ეს არ არის განცალკევებული პროცესი, ეს უნდა იყოს პაკეტში სხვა პოლიტიკურ მოვლენებთან ერთად. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა, მაგა. მადლობა დიდ დროისთვის, დიდი მადლობა.